მოგესალმებით შაბათის მებაღე. დადგა დრო ოთახის ყვავილები გავიტანოთ აივანზე, ვერანდაზე. ამ შემთხვევაში მე გაჩვენებთ თუ მაგალითს თუ როგორ გამოუცვალოთ ნიადაგი, აგრეთვე დავაკალმოთ პილარგონია, ჩვენთან ეძახიან ბალბასაც. აქ მაქვს რამოდენიმე სუკულენტი, იმას ამოვიღებ. გადავდებ დროებით. ამოღებული გაჩვენეთ როგორ ამოვიღე, ისევ უკან დავაბრუნე ქოთანში, ჩავაყარე ახალი მიწა. ვცდილობ იყოს იგივე სიღრმეზეც, რა სიღრმეზეც მცენარე აქამდე იყო. მიუტკეპნი, სანამ მოვწყავ. და რადგან პილარგონიას აქვს თვისებები, რომ ესე ძალიან ზემოთ იზრდება, პერიოდულად ამას უნდა ჩანაცვლება. აი უყურეთ, ძალიან ელემენტარულ რამეს ვიზამ. აი აქ თავს ავაჭრი. ოღონდ ისე რომ ქვემოთ დაუტოვებ ფოთლებს მომავალი ვთქვათ ვეგეტაციისთვის. ანუ ჩასანაცვლებლად ვაკეთებ თუ ესეთი გრძელები არ მოგწონს. შემოვაცლი ქვედა ფესვებს. დავუტოვებ სულ 3-4 პატარა ფოთოლს. იმისათვის რომ ნაკლები აორთქლება მოხდეს და აქვე გვერდზე ჩაურჯობ. ამას გავიმეორებ. საერთოდ ესე ვამრავლებ უმეტესობა ყვავილებს, არა მარტო ოთახის. პირდაპირ მიწაში ვდებ. წყალში არ მიყვარს გახარება. даже აგარაკზე რო ვაკეთებ, პირდაპირ იმავე მიწაში ვრგავ, რომ ადვილად შეეგუოს. ეხლა რადგან ამ მცენარემ ეხლა ცოტა სტრესი განიცადა, ქარვის მჟავა იყიდება აფთიაქებში იცით ტაბლეტების სახით, 1 ლიტრაზე 1 ტაბლეტს დაფხნილს ავურებ ბუზამ და აგრეთვე მივცემ რამე საკვებს და იმით მოვწყავ. სულ ეს არის მომავალ შეხვედრამდე თქვენი შაბათის მებაღე. მინდა დამატებით გითხრათ, თუ ამ ქმედებების მე რაც გავაკეთე, რომ გადმოვყარე მიწა, მთლიანად დავშალე, გეშინიათ, უბრალოდ ძველი მიწა გადმოყარეთ და ჩაყარეთ ახალი. სულ ეს არის და ეს. ისე ზოგიერთი მცენარესთან ისე მოქცევა, როგორც მე მოვეკეცი პილარგონიას, ცოტა არასასურველია.